მე შევდივარ აი გასაღებით გამოძრებული იყო ეხა უკეთებენ და აღებენ გარეთ და რომ ისთვის გამგებიანი თამაში და ალბათ შესაძლებლობა გვექნება რომ შემოვიდეთ არა ჩართვა მაქვს მეც არა იქნებ შემოვიშვა ჟურნალისტი შემოვიდა შეიძლება მარტო პარლამენტი წევრები ნუ გვეჭიდავენ ხავთ ნუ რა ნუ გვეჭიდავენ ჟურნალისტები ვარ ძალიან დიდი ბაგიშვილი გიტანო შემოუსე ხედავთ ეხლა ალბათ აუში აი შენობა სადაც წესი ჟურნალისტებს უნდა გქონდეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, რადგან აბსოლუტურად ყველა ქალაქის საკრებულოში, თბილისში და მათ შორის ყველა საქართველოს ქალაქში ჩვენ საკრებულოში გადაადგილება არ გვეკრძალება და ვართ ხოლმე შევდივართ ჩვეულებრივად. გამონაკლისია როგორც ჩანს ერთადერთი ზუგდიდი, იმიტომ რომ მხოლოდ აქ აგვიშვებენ საკრებულოს შენობაში. ამ შენობაში მუშაობს მოძალადე დანელია, რომელიც გეგმავს. მეგობრებო, ერთი წუთით რა. მე კი ნუ მაკავებ ამ შენობაში და ჟურნალისტთა შესვლისგან. მოძალადე დანაშაულში მხილებული, პოტენციური დანაშაულებია, დანაშაულში მხილებული უკვე ადამიანი ყავთ ამ შენობაში, რომელიც ადამიანების გატაცებას გეგმავს და რამიდა თქვა და რამიდა საზოგადოებას შევახსენოთ. თქვენ გახსოვთ ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილის აუდიო ჩანაწერი, ხო? რომელიც არ უარყო მალხაზ მაჩალიკაშვილმა და თქვა რომ განწარებული შვილმოკლული მამის იყო ეს და რა დააბრალეს და რა კითხვებზე დაკავთ გემიადად და ჩვენ დავინახეთ ბატონი დანელი ავტომატურად ეს ადამიანი დაკითხვაზეც კი არ არის დაბარებული რომელიც არის მომართული რომ ადამიანები გაიტაცონ არჩევნების დღეს და 53 დეპუტატია ქართულ ოცნებაში 53-დან ერთი ადამიანის საუბარი მოვისმინეთ თორე ეს იმას კი არ ნიშნავს რომ 52 დანარჩენი ქართული ოცნების დეპუტატი იგივეს არაპირებს ქართულ ოცნებაში როგორც ხედავთ აქ არის დაპირისპირება ვაიმე აღეში ხარ გაჩი ხა ნუ უღარყულია მეგობარი ჟურნალისტები ვართ უკაცრავად ვინ მოგცა დავალება რომ ესე მოიქცეთ მედიასთან რა ხდება მედია ვინ დაგავალა რომ მედიას ესე მოექცე ასაკეთე ბიჭო ნორმალური ვინ მისა პოლიცია სადაა ძალიან დიდი ბოდიში ეს ნორმალურია საკადრო პოლიცია სად არის ძალიან გთხოვთ ვინ